ის მოსალოდნელი ტარიფები, რომელიც მაშინ ელოდა იაპონიას, ფაქტობრივად აიცელა იაპონია და ქვეყნის ეკონომიკა ნაწილობრივ გადაარჩინა პირადი ურთიერთობების ხარჯზე. მეორე ვადით როცა დაბრუნდა ტრამპი ხელისუფლებაში, ეს უკვე ვეღარ გააკეთეს. ყველანაირად ეცადა იაპონია წინა პრემიერ-მინისტრი იშიბა, როცა ჩადიოდა და ხვდებოდა ტრამპს, რომ ეს 24% დამატებით ტარიფები, რომელიც ტრამპმა დაუწესა იაპონიას, რამენაირად ჩემს უბქენ, იმიტომ რომ იაპონიის ექსპორტის სადღაც 20% ამერიკის შეერთებულ შტატებში მიდის და ყველაზე მძიმე დარტყმა მაინც იყო ეს ავტოინდუსტრიაზე, რომელიც დაახლოებით თუ არ ვცდები 36-39% ამერიკაში იყიდება იაპონიის მანქანების, ძალიან მძიმე დარტყმის ქვეშ აყენებდა. იაპონელებისადმი მნიშვნელოვანი იყო ტრამპთან შეხვედრა, რომ მოძებნეს აბეს თარჯიმანიც, რომელიც წაყოლილი იყო. ყველაფერი შეისწავლეს, თქვა, როგორი ურთიერთობის მაშინ ტრამპთან, რომ ეს ვიზიტი წარმატებული ყოფილიყო. ნაწილობრივ წარმატებულად აფასებენ მაინც ექსპერტები ამ იშიბა შეხვედრას ტრამპთან, მაგრამ ეს ეკონომიკური ტარიფები, რომელიც მან დაუწა დამატებითი გადასახების სახით, ფაქტობრივად იაპონიის ეკონომიკას მაინც ძიმე დარტყმის ქვეშ აყენებდა. ამჟამად ოქტომბერში იყო შეხვედრა ტაკაიჩსა და ტრამპ შორის, ნაწილობრივ დააწიეს ამერიკელებმა ეს ტარიფები, მაგრამ სამაგიეროდ იაპონია იძულებული გახდა, რომ სადღაც 550 მილიარდი დოლარის ინვესტიცია ამერიკაში აიღო საკუთრთაოს ვალდებულება და ამ ქვეყანაში დამატებით გამოიწვია კიდე დისკუსია, რომ ამხელა თანხა აპაკტება იაპონიას და მიდის ამერიკაში ინვესტიციების სახით და რამდენად გვიღირს ჩვენ ამერიკულ ბაზარი იმისათვის, რომ ამხელა ინვესტიციებს ჩავდოთ.